მოგესალმებით, მე გახლავართ ჟორდა ქართველიშვილი, ექიმი პედიატრი, ოჯახის ექიმი, ნეონატოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი. დღეს ვისაუბრებ ნაწლავის ანთებით დაავადებებზე და კერძოდ ფეკალური კალპროტექტინის როლზე ნაწლავური დაავადებების დიაგნოსტიკაში. მოგეხსენებათ, რომ ნაწლავის ანთებითი დაავადებები და ნაწლავის ქრონიკული დაავადებები 21 საუკუნის სენად იქცა. მისი დიაგნოსტირება, დროული ამოცნობა, სწორი მკურნალობა არსებით როლს იკავებს ჩვენს პრაქტიკაში. ისეთი სიმპტომები, როგორიც არის წონაში კლება, გახანგრძლივებული დიარეა, მუცლის ტკივილი, დისკომფორტი, მეტეორიზმი, ეს ყველა ის კლინიკური ნიშნებია, რომელიც ახასიათებს ქრონიკულ ნაწლავის დაავადებებს. რამდენიმე წელია აქტუალურია ფეკალური კალპროტექტინის გამოყენება მკურნალობის ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტირებაში გამოსაყენებლად. კალპროტექტინი ეს არის ცილა, რომელიც შედის ნეიტროფილების შემადგენლობაში და მისი აღმოჩენა მიუთითებს ნაწლავში არსებულ ანთებით დაავადებებზე. ასევე ჩვენ შეგვიძლია კალპროტექტინი შევუკვეთოთ, როდესაც ეჭვი გვაქვს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომსა და წყლოვანი კოლიტის საეჭვო შემთხვევებზე. ეხმარება ექიმს გააკეთოს დიფერენცირებული დიაგნოზი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომსა, ანუ ფუნქციურ დაავადებებსა და ანთებით დაავადებებს შორის. გარდა დიაგნოსტირებისა, ფეკალური კალპროტექტინის განსაზღვრა მნიშვნელოვანია რემისიის პროგნოზირებისთვისაც კი. აუცილებელი არის 2 კვირით ადრე შეწყდეს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენება, ასევე პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენება, რამე თუ მან შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი. ცნობილია, რომ 1 წლის ასაკამდე კალპროტექტინის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ამიტომ 1 წლის ასაკამდე თითქმის არ ვიყენებ. 4 წლიდან უკვე ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ კალპროტექტინი და მაჩვენებლების ინტერპრეტაციაც იგივეა, რაც მოზრდილებისთვის. 4 წლის ასაკამდე მაჩვენებლები განსხვავებულია, ამიტომ ყურადღებით უნდა მოხდეს მათი ინტერპრეტირება. სასურველია, რომ ჩვენ შევუკვეთოთ რაოდენობრივი კალპროტექტინი და არა თვისობრივი, ზუსტად რაოდენობას აქვს მნიშვნელობა სხვადასხვა დაავადებების დიფერენცირებისთვის. თუ მაჩვენებელი 50-ზე ნაკლებია, ანუ ეს ნორმად ითვლება. თუ მაჩვენებელი 50-დან 100-მდეა, მაშინ საჭმელმცემლობის სიმპტომებთან ერთად შეიძლება ვივარაუდოთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ხოლო თუ მაჩვენებელი 100-დან 250-მდეა, ეს მოითხოვს გადამოწმებას. თუ მაჩვენებელი 250-ზე მეტია, ეს უკვე ნაწლავის ანთებითი დაავადებების სავარაუდო სიმპტომებს ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ჭირდეს დამატებითი გამოკვლევა. ისურვებთ ჯანმრთელობას, ჯანმრთელ კუჭ ნაწლავს, ბედნიერ ცხოვრებას.